ეხლა აზერბაიჯანმა აკრძალა ორი ირანული მედია საშუალება, საჰარის ტელევიზია და მერნიუსი. დაადანაშაულა ისინი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ პროპაგანდის ჩატარებაში. რაც მთავარია ალბათ მისი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს უკვე უთხრეს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თანამშრომლობა ორივე ორგანიზაციასთან. და ეს ნაბიჯი ირანის დაზვერვის სამინისტროს მიერ აზერბაიჯანის სახელმწიფო მაუწყებლის AS-TV-ს მტრულ მედიად გამოცხადების პირდაპირ საპასუხო ნაბიჯია. ეხლა ჩვენთან ერთადაა სულთან. სულთან უკაცრავად ზაკი დოვი. ის ბაქოს საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის წამყვანი მრჩეველია. მადლობთ, რომ შემოგვიერთდით. რამდენად მძიმეა მოწვევისთვის. თქვენი აზრით, რამდენად დამძიმდა ვითარება ამ ორ ქვეყანას შორის? ხო, ასე. ზოგადად რო ვთქვათ, თუ გადავხედავთ აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობების ისტორიას, განსაკუთრებით მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ურთიერთობების ისტორია საკმაოდ. ვთქვათ, რთული აღმავლობებითა და დაღმავლობებით. განსაკუთრებით ის რაც ვნახეთ არის ის, რომ ზოგიერთი ირანში არსებობს გარკვეული ანტიაზერბაიჯანული წრეები, განსაკუთრებით ისინი, ვინც დაკავშირებულია უსაფრთხოების ინსტიტუტებთან, რომელსაც სეპახი ხელმძღვანელობს, რომლებიც აქტიურად ავრცელებდნენ ანტიაზერბაიჯანულ რიტორიკას და ერეოდნენ აზერბაიჯანის შიდა საქმეებში. და პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ირანთან დაკავშირებული რამდენიმე მედია საშუალება, საინფორმაციო სააგენტოები, როგორიცაა ტასნიმი, მერის სააგენტო, საჰარის ტელევიზია. ისინი შეუჩერებლად დაუღალავად ავრცელებენ ანტიაზერბაიჯანულ რიტორიკას. და ამავე დროს რაც ჩვენ ნახეთ არის ის, რომ ირანში არსებული ის წრეები, ზოგიერთი მათგანი, განსაკუთრებით ისინი, ვინც დაკავშირებულია უსაფრთხოების სისტემასთან, სეპათთან, ისინი გარკვეულწილად მათ ვერ შეძლეს აზერბაიჯანის მიერ მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის გააზრება. და ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც 2023 წლის იანვარში ტერორისტული აქტი განხორციელდა თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე. მაგრამ შემდეგ მასუდ პეზეშკიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან ორჯერ მოინახულა აზერბაიჯანი და ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ ნორმალიზაციის გარკვეული ნიშნები. მაგრამ კიდევ ერთხელ ეს უცნაურია 2026 წლის მარტში, როდესაც ირანულმა დრონმა დაარტყა აეროპორტს ნახჩევანში. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაშინაც კი აზერბაიჯანი ცდილობდა ურთიერთობების მოგვარებას, პრეზიდენტებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საუბრები მიმდინარეობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ საუბრობთ სრულ ნორმალიზაციაზე. რადგან დღესაც კი ირანში გარკვეული პირები აქტიურად ავრცელებენ ანტიაზერბაიჯანულ რიტორიკას. და საბოლოოდ ის რაც რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, იყო ის, რომ ირანის დაზვერვის მინისტრმა გადაწყვიტა აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზია შეეყვანა ეგრეთ წოდებული მტრულ მედია საშუალებათა სიაში. მაგრამ რეალურად აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზია არასოდეს ყოფილა აქტიურად ჩართული, თქვათ, ანტიირანულ პროპაგანდაში. ამ ტელევიზიაში რამდენიმე გადაცემა გადის, სადაც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები იკრიბებიან, ისინი, ესე ვთქვათ, გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს, მაგრამ ეს არაფერს ეხება. მე სხვა მართალია. სახელმწიფოების შიდა საქმეებში განზრახ ჩარევას არ ეხება. ეხლა აზერბაიჯანი, როგორც იცით, თავს დასავლეთთან დაახლოებულ სახელმწიფოდ წარმოაჩენს. თუმცა ამავე დროს ინარჩუნებს რთულ ურთიერთობებს როგორც რუსეთთან, ასევე ირანთან. ირანული მედიის აკრძალვა ნიშნავს თუ არა საბოლოო არჩევანს, რომელიმე მხარის სასარგებლოდ. და რა რისკები ექმნება ბაქოს, თუ თეირანი გადაწყვეტს, რომ მედიის აკრძალვაზე და იმ ერთ შეტევაზე, რაც ვიხილეთ, უფრო შორს წავიდეს. კარგი, ვიტყოდი, რომ თუ ზუსტად ვიტყვით, აზერბაიჯანის სრულად პროდასავლურ ქვეყნად წარმოჩენა არ იქნება სწორი. რადგან აზერბაიჯანი ცდილობს მრავალვექტორული პოლიტიკის გატარებას, რომელიც მიზნად ისახავს ყველა ქვეყანასთან, ყველა პოლუსთან კარგი ურთიერთობების დამყარებას. თქვათ, ერთი პოლუსის მხარეს დგომის გარეშე. და აზერბაიჯანი საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში მდებარეობს, სადაც ერთ მხარეს რუსეთია, ირანია და ასევე სხვა კონკურენტი ქვეყნებია, ასე რომ ბალანსირებული მრავალვექტორული პოლიტიკა ყველაზე პრაგმატული იქნებოდა. რაც შეეხება ირანს, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ირანში
ჩვენ ხედავთ. რასაც ხედავთ არის ის, რომ ხელისუფლებაში გარკვეული ფრაგმენტაციაა და არ არსებობს საერთო აზრი და მიდგომა ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართ. ერთი მხრივ ხედავთ გარკვეულ პოზიტიურ ნიშნებს ისეთი ფიგურებისგან, როგორიცაა მასუდ პეზეშკიანი, აბას არახჩი და სხვები. მაგრამ მეორე მხრივ ხედავთ, რომ უსაფრთხოების სტრუქტურებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობენ სეპახი და აზერბაიჯანის მინისტრი და სხვები, ანტიაზერბაიჯანული რიტორიკის გაგრძელებას ვხედავთ. ასე რომ ხედავთ ამ აშკარა დაყოფას ირანის ხელისუფლებაში. შესაბამისად ეს რაც ბოლო დროს მოხდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიის დამატება ამ სიაში, იმ სიაში ეს არნიშნავს, რომ ურთიერთობები ძალიან ცუდია, მაგრამ ეს ასევე არნიშნავს, რომ ყველაფერი დიგზეა და სული ნორმალიზაცია. ვიმედოვნებთ, რომ ეს დაბრკოლებები გადაილახება და ურთიერთობები რაც შეიძლება მალე ნორმალიზდება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით სულთან. ეს ჩემთვის სიამოვნებაა, მადლობა რომ მიმიტვიეთ.